დღევანდელ სამყაროში თუ კი პაციენტს აქვს სურვილი, რომ სამედიცინო მომსახურება მიიღოს ჩვენი ქვეყნების ფარგლებს გარეთ, ამის ნამდვილად დაუბრკოლებელი საშუალება ეძლევა, რადგანაც აი სამედიცინო ტურიზმი ძალიან ვითარდება და უსაზღვრო სერვისებს თავაზობს სწორედ მსგავს პაციენტებს. დღეს გვინდა გაგაცნოთ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი ჯანდაცვის მიმართულებით თურქეთის რესპუბლიკაში წამყვან კლინიკათა ქსელების ფარგლებში. კომპანია მეტრო ჰოლდინგის ერთ-ერთი მიმართულების გრინდასვება საქართველოს წარმომადგენელი რამდენიმე ქართული კლინიკის დირექტორის მრჩეველი, საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ქველმოქმედი და არაერთი სოციალური და სამედიცინო პროექტის ავტორი ნანა სარიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით, პროფესორ ნანა, ტრადიციულად ქართული წყალმინდა შემოგთავაზოთ. ძალიან დიდი მადლობა. 0% ბრომატით, წყალი მთის იცხოვრეთ სრულყოფილად. მიირთით. დიდი მადლობა. ქალბატონო ნანა, მოდი დავიწყოთ თავიდან. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა აი ამ თურქეთის წამყვან კლინიკების ქსელებთან და რას ნიშნავს ოფიციალური წარმომადგენლობა, ესეც ბარემ. მოგესალმებით. თითქმის ყველა წამყვანი კლინიკა თურქეთის კლინიკებისა საქართველოში არის შემოსული და არიან თურქეთის წარმომადგენლობა. ჩემი შემთხვევა ცოტა განსხვავებულია. მე გახლავართ საქართველოდან წარმომადგენელი თურქეთის წამყვან კლინიკათა ქსელებში და სწორედ ამაზე მინდა მოგითხროთ. მოკლედ, ექიმთა ლიგა ასოციაცია ერთმანეთისთვის დამფუძნებლები გახლავთ ქალბატონი მარიამ ბეზარაშვილი, ექიმი პროფესორი, რომელსაც წარმომადგენლობა აქვს არა მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკაში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ჩვენი ქართველი ექიმების ჩართულობით და უცხოელი ექიმების ჩართულობით კეთილმეგობრულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვართ ხიდი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა იცოდეს ყველა ქართველმა იმ ადამიანებმა, ვისაც სჭირდება ხვალზე სამედიცინო მომსახურება და მათი სურვილია გაემგზავროს უცხოეთის ქვეყნებში, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პაციენტებისათვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არიან დაბნეულნი, არ იციან ვის მიმართონ და განსხვავებაც მინდა ვთქვა. საქართველოს წარმომადგენლობა ნიშნავს რას? ჩვენ ღია კარი გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია მიმართოთ ნებისმიერ წამყვან კლინიკას, სადაც გვყავს ისეთი გამოცდილი გუნდი, სადაც სანდოობა დაშვებულია და აქედან გამომდინარე არ არის მიმართულება, რომ ერთ კონკრეტულ კლინიკაში გადავამისამართოთ პაციენტები. თუმცა ეს განსხვავება არის ზუსტად ჩვენი წარმომადგენლობა, ჩვენ ვიცავთ ჩვენი პაციენტების ინტერესებს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე 4 წელია, რაც ვემსახურებით ჩვენს ქართველ პაციენტებს და უამრავი მადლიერი პაციენტი გამარჯვების დროშით ბრუნდება თურქეთის რესპუბლიკიდან და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი ჩვენს ქართველ მედიკოსებთან, რომლებიც ნამდვილად აქტიურად არიან ჩართულნი, რამე თუ ანამნეზის სწორად შეგროვება ნიშნავს თითქმის გამოჯანმრთელების გარანტს და აქედან გამომდინარე, როცა კომპეტენტური პირებია ჩართული ამ საქმეში ქართველი მედიკოსების ჩართულობით და სწორად ვაწვდით, სწორედ უცხოელი წამყვან სპეციალისტებს, აქედან გამომდინარე იზოგება ხარჯები, რა თქმა უნდა, ზედმეტი ხარჯების გადახდა არ უწევს პაციენტს, იცის კონკრეტული პრობლემა, კონკრეტული მიმართულება და ჩვენ ამისათვის ყველანაირად ვუწყობთ ხელს. ეს იქნება თურქული დოკუმენტაციის თარგმნა, ეს იქნება გამჭვირვალება, რომელიც ექიმსა და პაციენტს შორის უნდა იქნეს დაშვებული. ჩვენ ვაკეთებთ ონლაინ კონსულტაციებს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ქართველი ექიმების ჩართულობით. თქვენ პაციენტს სურვილს უბრალოდ თავაზობთ არჩევას, აი ამ კლინიკაში, ამაში და ამაში, ხო და შემდეგ
თავაწყვეტს პაციენტის საწავა. ეს არის თავარი განმასხვავებელი. თქვენი სერვისი და ორ ქალაქთან თქვენ ურჩევთ რომელიმე კონკრეტულ. აი თქვენი როლი დაგვანახეთ. კიდევ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემს პაციენტებს აქვს თავისუფალი მოფიქრების შეთავაზებული წინადადების შემდგომ სად აქვს მას სურვილი. სამსუნის კლინიკაში თუ სტამბოლის, ძირითადად მაინც ამ ორ ქალაქში ვთანამშრომლობ რამოდენიმე კლინიკასთან. მართლაც იმ კლინიკასთან, სადაც ჩემს ოჯახის წევრს გავუშვებდი და გავუწევდი რეკომენდაციას. როგორ არჩევთ კლინიკების სანდოობას? გამოწმოთ ამ. დიახ, ვიდრე ამ საქმიანობას დავიწყებდი, იყო შემთხვევები, სადაც პირადად ოჯახის წევრისთვის დამჭირდა უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობა, აღმოვჩნდი ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დავინახე ნამდვილად აი გამჭვირვალე ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურეობა და აქედან გამომდინარე, როდესაც აი ამ საქმეს ვიწყებდით, გადავწყვიტე, რომ ჩემს ექიმებთან ერთად, ჩემს ქართველ ექიმებთან ერთად წვეოდე ამ კლინიკებს და როგორც სპეციალისტები მათგან მიმეღო გარკვეული რჩევა დარიგება. ჩვენ რამოდენიმე კლინიკაში გავაკეთეთ ესეთი შემოვლა, ესე რა ვთქვათ, პირობითად და დავწმუნდით, რომ ნამდვილად ეს არის ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანი, რომ შენ როდესაც პაციენტს ურჩევ ამ პროფილის, ამ პროფესორს უნდა იცოდე, ის პროფესორი რამდენად ხარისხშია და რამდენად სწორად უდგება საკითხს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე არა ყველასთან, არამედ რამოდენიმე კლინიკასთან მეთანამშრომლა და 4 წელია მინდა გითხრათ, რომ ჯერ პაციენტი, რომელიც უკმაყოფილო მყოლი არ ყოფილა და ეს არის ჩვენი გამარჯვება, ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები რაოდენობაზე და ციფრებზე, ჩვენ უფრო ხარისხზე ვმუშაობთ და ეს არის ის პრიორიტეტი, რისთვისაც ქართველი პაციენტები საქართველოს წარმომადგენლობას მომართავს და ჩვენგან პაციენტი არ მიდის, სადაც სრულყოფილად არ ექნება მას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით აუმწურავი პასუხი, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია. რამე კონკრეტული ამბავიც ხო არ შეგიძლიათ გვიამბოთ, რომელიმე ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდეთ? აი, მქონდა ესეთი შემთხვევა, მოლია სარეანიმაციო პაციენტი, რომელიც რეანიმაციის გუნდს უნდა ჩაეყვანა თურქეთის კლინიკაში. ძალიან დიდი რისკი იყო. რომელი ქვეყნის რეანიმატოლოგები ამ შემთხვევაში? საქართველოს რეანიმაციას ჯგუფებს მიყავს ჩვენი პაციენტები თურქეთის რესპუბლიკაში. ამ პაციენტზე იყო ნამდვილად ისეთ სიტუაცია, რომ მოკეთ ამის ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა. თუმცა ეს პაციენტი გადარჩა და აგრძელებს ცხოვრებას ჯანსაღი წესით და ეს იყო ჩვენი გამარჯვება. ძალიან ბევრი და უამრავი ინოვაციური ოპერაციები, რომელიც სტარტდება თურქეთში, ამასთან დაკავშირებით მომართვიანობა ძალიან ბევრია. აი, ხომ ვერ გვეტყოდით რა არის ისეთი, რასაც მეტად ინტერესდებიან საქართველოს მოქალაქეები? დიახ, მინდა აღვნიშნო ძირითადად მომართვიანობა გახლავთ პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებით. ой, რას ბრძანებთ? პარკინსონი ვერაგი დაავადება, ეს გახლავთ ქრონიკული დაავადება, არამართვადი რაღაც დროებით შეიძლება მედიკამენტებით შეაჩერო არ ქვია ამას, ნუ რაღაცა პაციენტმა დაავადო ალბათ გაღრმავების პროცესი. რაღაც 1 საათით ან საათნახევრით ან 2 მაქსიმუმ 3 საათით შეიმსუბუქოს მდგომარეობა. თუმცა ეს მიდის პროგრესში და ბუნებრივია, რომ აღიარებულია როგორც ვერაგ დაავადებად და ამისათვის არის ინოვაცია, არსებობს უბრალოდ ეს ინოვაცია უკვე უცხოეთში 20 წელია და აქტუალურია ნეიროსტიმულატორის გამოყენება. ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ფერდის მარცხენა მხარეს განსადაგს შორის ვავენ ნეიროსტიმულატორს და აქედან მოკეთ უკავშირდებიან იმ ნერვიულ დაბოლავებებს სენსორულად. ხა ეს არის სრული მხარდაჭერა იმისათვის, რომ პაციენტმა მდგომარეობა, ის რა მდგომარეობაშიც არის, რომელსაც ახლა მე უამრავ პაციენტზე შემიხედავს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ წარმოუდგენელი შედეგია. ერთ-ერთი და ცნობილი, მინდა გითხრათ, ჩემი პაციენტი გახლდათ, რომელმაც კალამი დადო
იმის გამო რომ მას ჰქონდა ესენციური ტრემორი, ის ვეღარ წერდა და ვერც მიირთმევდა საჭმელს. ამ პაციენტს ჩაუტარდა ეს ოპერაცია, მინდა გითხრათ რომ ოპერაციებში უსაფრთხო ოპერაციად ითვლება და ეს პაციენტი დაუბრუნდა ცხოვრების წესს და ის არის ჯამრთელი და ყველა დარეკვაზე იმას მეუბნება რომ თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ. ანუ მე კი არ ვაჩუქე ექიმმა პროფესორმა გააკეთა, მაგრამ პაციენტის სწორად გადამისამართება სწორად ეს ადრესატთან ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საქართველოშიც ასე ხდება და უცხოეთშიც დამეთანხმებით ესეა. ასე რომ პარკინსონი დღეს დამარცხებულად ითვლება ამ მეთოდის საშუალებით. მართალია ეს ძვირად ღირებული ოპერაციაა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ინოვაციაა, რომ ძალიან ბევრი ქართველი პაციენტი გვყავს ნამდვილად დაბრუნებული ბედნიერი და პაციენტისთვის ეს ცხოვრების წესს დაუბრუნო რა მეთოდითაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანია. ძალიან სწორად აღნიშნეთ ის, რომ მართლაც შენს ქვეყანაში რაღაცა გამოცდილებით, რაღაცა ამბის მოკითხვით შეიძლება გაიგო, ვის შეიძლება ანდო შენი რაღაც ჯანმრთელობის მდგომარეობა და კონკრეტული ექიმი, რომელთანაც დობით აღიჭურვები და მართლა სასურვებს იქით ეს შეუძლებლად მისაღები ინფორმაცია და მართლაც დაკვალიანება ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს. ქალბატონი ნანა, დავასრულოთ ჩვენი საუბარი თქვენი სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ გითხარით რას სამომავლო გეგმები, ნუ მოკლედ რაც დავისახეთ მიზნად შესრულებული გვაქვს, მოდი ესე ვთქვათ, პაციენტი, რომელიც ჩვენამდე მოდის, ინფორმირებულია ყველაფრით, პაციენტი ვიდრე თურქეთში გაემგზავრება, ეს პრობლემა და ბარიერები არ გაგვაჩნია. პაციენტის მომსახურება შეგვიძლია ბათუმიდან კლინიკამდე და კლინიკიდან უკან. გვაქვს პალიატიული მომსახურება ბინაზე, არის ისეთი დანიშნულებები, რომელსაც მართვა სჭირდება და ამას ჩვენი გუნდი აკეთებს. გვყავს ექიმები, რომლებიც ნამდვილად სწორად და სწორი მიდგომით ჩვენი პაციენტები მიდიან უცხოეთში იმდენად გამართულად, რომ არ რჩება თურქ უცხოელ ექიმ პროფესორებს რაიმე ზედმეტი კითხვები. ეხლა რაც სამომავლოდ მინდა დავსახო თქვენი ეთერის საშუალებით, მადლობა მინდა დამფუძნებელ ქალბატონ მარიამ ბეზარაშვილს ამ მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებისთვის. ნამდვილად ერთმანეთისთვის ეს სლოგანი ზუსტად ზედგამოჭრილია ასეთ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი განსაცდელშია და ქალბატონი მარიამის ხედვა სამედიცინო სფეროში ამ კუთხით, რომ საქართველოს ყავდეს წარმომადგენლობა და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ მისი ინტერესები, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. სამომავლოდ ვფიქრობ, კიდევ მეტად განვავრცოთ ეგ საკითხები და ძალიან კარგი იქნება ცნობილი ექიმები ბრძანდებით და ვისურვებდით, რომ თუნდაც აი ესეთი ოპერაციები, რომელიც საქართველოში არ კეთდება, ურთიერთ შეთანხმებით, კეთილმეგობრული დამოკიდებულებებით შევძლოთ, ჩავატაროთ და იყოს ამას გქონდეს ქართული ეგიდით ერთობლივი, ინოვაციური, ერთობლივი ჩატარება იმ ოპერაციებისა, რომლებიც საქართველოში არ კეთდება. ეს არის ჩემი მიზანი და მინდა გითხრათ, რომ ალბათ რაც დავისახე მიზნად გავსულ ვარ ბოლოში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ექიმების და ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით ესეც იქნება აუცილებლად ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან მიზანდასახულ ადამიანს წარმოადგენთ, ჩვენ ამაში თავადაც დავწმუნდით, გისურვებთ წარმატებებს თქვენ ახალ გეგმებში და წამოწყებაში. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა ის, რომ ჩვენს მაყურებელს და მსურველს დაუშვათ ნებისმიერი მომსახურების მიღებისა, შევთავაზოთ ხოლმე და შემდეგ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება უკვე თავად ადამიანებზეა, რას, როგორ, ვისთან და როდის აირჩევენ. მადლობა თქვენ აი ამ შეთავაზებებისთვის. მოწვევისათვის დიდი მადლობა.